საჯარო კონსულტაციები მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დღეს სამეგრელოში გაგრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრებს ზურაბ მელიქიშვილი და კობა სუბელიანი ზუგდიცა და ფოთში გეგმავენ. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დალტოულთა და განსახლების მინისტრი ადგილობრივებს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებს გააცნობენ. სამინისტროს პრიორიტეტი არის დევნილებისთვის თავშესაფრის მოძიება, მათთვის ბინების დარიგება, გარემონტება, კარკასების და კომპაქტური ცენტრების რეაბილიტაცია, მაგრამ დევნილების გარდა იქნება ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზეც საუბარი და ამაზე კომიტეტი ისაუბრებს, კომიტეტის წევრები ისაუბრებენ, მე ჩემ ნაწილზე, რა თქმა უნდა, ზუგდიდის მოსახლეობას გავუკეთებ ინფორმირებას. ყველა ის საკითხი იქნება ეს ინფრასტრუქტურა, იქნება ეს ენერგეტიკული საკითხები, იქნება დაუშვათ გაზიფიცირება უშუალოდ, იქნება სარწყავი არხების მოწესრიგება და ასე შემდეგ. ბუნებრივია ეს ყველაფერი არის ძალზედ მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია სწორედ ადგილებიდან წამოსული ინიციატივები, ადგილებიდან წამოსული შენიშვნები მათ შორის, რომელიც ბუნებრივია ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ.